აქის აუზი უნდა იყოს, რომელიც 2018 წელს დაანონსდა, რომელიც არაერთი ცვლილების შემდეგ მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, რომლითაც ქართული ოცნების ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ ციკლაური იმედის ეთერში სიამაყით საუბრობდა. ობიექტი ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ქალაქში ბოლო წლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის დაასახელა. ამ სიუჟეტში გიყვებით აუზის მშენებლობის 7 წლიან ისტორიას. მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში ახალციხეში სპორტული კომპლექსის ბოლო ეტაპზეა სამუშაოები თითქმის დასრულდა. იხსნება საცურაო აუზი, ეს არის უდიდესი და უმსხვილესი მასშტაბური პროექტი, რომელიც განხორციელდა ჩვენს რეგიონში და სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა. 2021 წელს კი პროცესი ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანიამ დაიწყო. ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი აიღო და ქართული ბაზრიდან ისე გავიდა, რომ ობიექტი სანახევროდაც არ ააშენა. ამის შემდეგ ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობა ქართული ოცნების შემწირველმა კომპანიამ გააგრძელა. ვადები მას შემდეგ არაერთ გზის გახანგრძლივდა და აუზი, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ არ გახსნილა. რა ხდება? დავიწყოთ თავიდან. 2021 წელი. ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. ადგილზე ჩამოვიდნენ ჩინური კომპანია ნანთონ სანძიან საქართველოს წარმომადგენლები. პროექტის მიხედვით საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსის მშენებლობა 12 მილიონ ლარამდე იგეგმებოდა და სამუშაოები წესით 2022 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში პროცესი შეწყდა და კომპანია ქვეყნიდან გავიდა. იმ დროს კომპანიას სამუშაოების ნაწილი შესრულებული ჰქონდა და თანხის 29% გახარჯული. 2022 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ კომპანიას ჯარიმა დააკისრეს და თანხის 15% უკან დააბრუნებინეს. ფონდში თავს დაზარალებულად არ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ ჯარიმის სახით დაბრუნებული თანხა და უკვე შესრულებული სამუშაო ამ ხარჯს შეესატყვისებოდა. 2022 წელი. აუზის მშენებლობა ახალი ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კომპანიას სამუშაოების ნაწილი შესრულებული ჰქონდა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წელს ტენდერი თითქმის იგივე თანხაზე 11 მილიონ 300.000-მდე ლარზე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა დროს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემწირველმა კომპანიამ მიიღო. შპს არალი ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ხელშეკრულება მასთან 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად სამუშაოები მისი ხელმოწერიდან 13 თვეში 2023 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს განახლდა, თუმცა ვადების დარღვევით მიმდინარეობდა. კერძოდ, ხელშეკრულებაში პირველი ცვლილების შემდეგ სამუშაოების შესრულების თანხა 14 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო დასრულების ვადად 2025 წლის 1 მაისი განისაზღვრა. ხელშეკრულებაში ჯამში 7 სხვადასხვა სახის ცვლილება შევიდა. შედეგად ტენდერი თავდაპირველად განსაზღვრული თანხიდან თითქმის 8 მილიონით გაიზარდა. ანუ დაახლოებით 11 მილიონის ნაცვლად თანხა თითქმის 19 მილიონამდეა გაზრდილი. რატომ? მუნიციპალური განვითარების ფონდში გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოვითხოვოთ. ჩვენ უწყებას წერილი უკვე გავუგზავნეთ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, აუზის და სპორტული კომპლექსის მშენებლობა წესით დასრულებული უნდა იყოს. რა ხდება ახლა? 2025 წელი. შპს არალში გვეუბნებიან, რომ სამუშაოები დასრულებულია და ელოდებიან გახსნას. იგივეს გვეუბნებიან მუნიციპალური განვითარების ფონდშიც.